აზერბაიჯანის ცნობილმა მომღერალმა შაბნამ თოღუზლუმ რამდენიმე თვის წინ თბილისის ფონიჭალის დასახლებაში გამართულ ქორწილში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც მასპინძლებმა საჩუქრად დიდი რაოდენობით ამერიკული დოლარი და ძვირად ღირებული ოქროს ბეჭედი გადასცეს. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ და აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ ოჯახის წევრი კი ამჟამად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებულია 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა შენახვა ედებათ ბრალად. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები სისტემატურად დაორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას, მათ შორის სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე. ასევე ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში გადაცემისა თუ სხვა მეთოდებით. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგის დროს აღნიშნა. მისი თქმით, ისინი სრული შემადგენლობით გააგრძელებენ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.